22 აპრილის მონაცემებით 37 ახალციხის საარჩევნო ოლქში 4 საინიციატივო ჯგუფის განაცხადია შესული. ამ დროისთვის მხოლოდ ვალის მეორე, მინაძის მერვე, ელიაწმინდის მე-6 და ფერსის მე-14 ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები დარეგისტრირდნენ. საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მიხედვით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად 29 აპრილი განისაზღვრა. ასევე 6 მაისამდე გახანგრძლივდა მათი მხარდამჭერთა სიების წარდგენის თარიღიც. დღეს მოვედი აგერ დავრეგისტრი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი კენს ვიყრი ფერსის თემის საკრებულოს წარმომადგენლად ვარ უპარტიო დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირებული. მე პირველ რიგში ყველა მონაწილეს, ყველა კანდიდატს უსურვებდი ღირსეულ გამარჯვებას, ღირსეულ ბრძოლას და მე ღირსეულ დამსახურებულ გამარჯვებას. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალაქი ახალციხე 5, ხოლო საკრებულო 15 მაჟორიტარულ ოლქად დაიყო. აქ ორი თვითმმართველი ერთეული ქალაქის მერია და თვითმმართველი თემის საკრებულო იქნება. შესაბამისად მოსახლეობას მერისა და გამგებლის არჩევა მოუწევს. თუმცა 37 ახალციხის საარჩევნო ოლქში ამბობენ, რომ ამ დროისთვის პარტიებს მერისა და გამგებლის სავარაუდო კანდიდატები არ წარმოუდგენიათ. რაც შეეხება მერობის და გამგებლობის კანდიდატებს, მათი ვადებიც ასევე არის ჯერ კიდევ. მერობის და გამგებლობის კანდიდატები უნდა წარმოადგინონ პარტიებმა. ამ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისია აქტიურ სამსახურშია ჩაბმული. საუბნო საარჩევნო კომისიების კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს და ვიღებთ განაცხადებს და შესაბამისად ოლქი არჩევს 6 წევრს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რეგისტრაცია ოლქში 19 აპრილს დაიწყო და კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაინტერესებული პირები საჭირო დოკუმენტაციას საოლქო კომისიაში ავსებენ, რომელიც საარჩევნო უბნის კომისიის შემადგენლობაში იქნებიან, ამას აპლიკანტები თავად წყვეტენ. რთული ოცნებიდან ნომერ 22 ურავლის უბანს. ვიყავით ახალციხეში და შემოგთავაზეს რა ბუკლეტის სახით, რომ რეგისტრაცია მიმდინარეობს და თუ სურვილი გაქვთ მობრძანეთ და სურვილით მობრძანეთ და დავრეგისტრირდით. მოვედი, დავერეგისტრირდი და კომისიის წევრი ვიქნა. 22 უბანზე ვიქნები კომისიაში. წინასწარი ინფორმაციით 37 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 35 საარჩევნო უბანი განთავსდება. კომისიების შემადგენლობა კი ცნობილი 25 აპრილისთვის იქნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ დროისთვის განაცხადი 34 პოლიტიკურ ძალას აქვს შეტანილი, მათ შორის 2 ბლოკია, დანარჩენი კი პარტიები.